გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში. ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ, რა როლი აქვს მას მეტაბოლიზმში. წყალი მეტაბოლიზმზე, ანუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე პირდაპირ ზემოქმედებს, რადგან ფერმენტებსა თუ ბიოქიმიურ რეაქციებს ააქტიურებს. მათ შორისაა გლუკოზის დაშლა, ცხიმის წვა, ცილის სინთეზი და სხვა. ამ პროცესში საკვებიდან კალორიების სახით მიღებული ენერგია იხარჯება. ორგანიზმში მოხვედრილი სითხე მისსავე ტემპერატურაზე რომ გათბეს, ამისთვისაც ენერგიაა საჭირო. ერთ-ერთი კვლევის თანახმად 500 მილილიტრი წყლის დალევამ ადამიანებში მეტაბოლური ტემპი დაახლოებით 30%-ით გაზარდა და 20-30 წუთში 24 კილოკალორიამდე დაწვას შეუწყო ხელი. ცივი წყლის გათბობას, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ენერგია დასჭირდება, ანუ ამ პროცესში დამატებითი კალორიები იწვება. ამის მიუხედავად საუბარია მხოლოდ 7-8 კალორიაზე 250 მილილიტრი ცივი წყლის მიღების შემთხვევაში, რაც საკმაოდ უმნიშვნელო რაოდენობაა. შედარებისთვის, ერთ ცალ საშუალო ზომის ვაშლში 95 კალორიამდეა, ცხიმიან და მსუყე საკვებში კი ბევრად მეტი. შესაბამისად, მხოლოდ ცივი წყლის დალევა კალორიების წვის მთავარი საშუალება ვერ იქნება.